მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, რაც შეეხება გუშინდელ დღეს გადაყვანილი იყო საავადმყოფოში იქიდან გამომდინარე, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის სპრეი მიასხეს სახის არეში და ინტოქსიკაცია იყო, ასევე იყო მაღალი არტერიული წნევა და ტახიკარდია. შეყვანისას იმის შემდეგ რაც გამოვიდა ექიმი და ვესაუბრეთ, გადაწყდა რომ მინიმუმ დილამდე უნდა დარჩენილიყო იქიდან გამომდინარე რომ აი სანამ არ დასტაბილურდებოდა ეს ყველაფერი და თუ არ ვცდები კიდე იყო ინსულტის თუ ინფარქტის რაღაც რისკებიც. და გადაწყდა რომ დარჩენილიყო, მაგრამ ნუ გვიან მოვიდნენ უკვე დასაკავებლად, შევიდნენ ექიმის თანდასწრებით პალატაში და ნუ იქ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ექიმი წინააღმდეგი იყო, რომ გაწერილიყო და არ აძლევდნენ უფლებას, მაგრამ ნუ ან თავისი ინიციატივით დაწერა წერილი განმარტებით თავისი, ან დააწერინეს. მაგრამ ნუ რო თქვა რომ ხა იქ რამე ძალადობას ჰქონდა ადგილი, ნამდვილად არ ყოფილა ესეთი არაფერი, ძალიან ისე გამოიყვანეს და ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს. დილით უკვე იყო ადვოკატი შესული, მანაც დაადასტურა რომ ძალიან ძილობიანად იქცევიან შიგნით და ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალური არის, ვერ ვიტყვით რომ რაღაც კი ბატონო, ლექსო, მოდით ვისაუბროთ გუშინდელ დღეზე. მე ბატონ პაატა იყო ბუნებრივია 4 ოქტომბრის ესე ვთქვათ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ის ამბობდა რომ მე ვარ პასუხისმგებელი. მე არ ვიცი თქვენ ახლა რამდენად იყავით უშუალოდ რაღაცა იმ დაგეგმარების თუ ორგანიზების პროცესში ჩართული, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაზე, მეტი ინფორმაცია გაქვთ ვიდრე ეს იყო საზოგადოებისთვის საჯარო. აი, რა იყო გუშინდელი დღე? ეს იყო რაღაცა ჩაშლილი გეგმა, ეს იყო რაღაცა არც ისე იდეალური გეგმა, რომელმაც ის შედეგი ვერ დადო, რაზეც იყო გათვლილი გუშინდელი დღე, თუ აი თქვენი, არ ვიცი, დაკვირვებით, იმ პროცესებზე გაანალიზებით, რასაც უყურებდით გუშინ, რა მოხდა? რა უნდა მომხდარიყო ვიცით? რატომ ვერ მოხდა და რა მოხდა ამაზე ვისაუბროთ? ყველამ კარგად ვნახეთ, რაც მოხდა გუშინ და მოდი ესე ვთქვათ, რომ 4 ოქტომბერს ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი. კი ბატონო. ყოველ ჩვენთაგანში იყო რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი და ბევრმა ჩვენთაგანმა დავიჯერეთ, რომ 4 ოქტომბერს შეგვეძლო მართლაც ცვლილების შეტანა ჩვენ რეალობაში. 4 ოქტომბერს თუ არა, 4 ოქტომბერი უნდა ყოფილიყო ის საწყისი, ყოველ შემთხვევაში, რომელიც აუცილებლად შეცვლა და დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერმა თუ აი ეს გადამეტებული მოლოდინები შეიძლება ჩვენ რაღაც ნეგატიურ კონტექსტში მოვიხსენიოთ, ასევე ძალიან დიდი პოზიტივი ის იყო, რომ დავინახეთ რამდენი ადამიანი გამოვიდა კიდევ ერთხელ და რამხელა ძალა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რამდენი ადამიანის მივიდა თბილისში არჩევნებზე გუშინ, იმაზე გაცილებით მეტი მხოლოდ აქციაზე იდგა და ეს აქციაზე დგომა ნიშნავს, რომ მას ზურგს კიდევ მინიმუმ 2 მაგდენი ადამიანი უმაგრებს. გეგმას რაც შეეხება, როგორ არის, ნახეთ, არსად არ ამბობდა. არ ამბობდნენ, ხო? კი ბატონო. ერთადერთი რასაც მეუბნებოდა და რაც ყველაზე მეტად ჩამრჩა, დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება მოხდებოდა მშვიდობიანად. ამაში იყო დარწმუნებული. სულ ამას ამბობდა, რომ ეს არის მშვიდობიანი და ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად. ნუ ვნახეთ, რომ ეს რაღაც ცოტა მშვიდობიანი თემისგან ცოტა განსხვავებული იყო გუშინ და თუ გავიხსენებთ. არის ხო გეგმის ნაწილი? აი საქმე, აი მივალ მაქამდე, იმიტომ რომ საქმე იმაში არის, რომ რა ინფორმაციას თქვენ გაქვთ, ის მაქვს მეც. იმიტომ რომ არსად არ საუბრობდნენ ამ თემაზე, რაც არ უნდა მეცადო რომ გამერკვია რაზე არის ლაპარაკი, პასუხი იყო, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, მივდივართ შვილებთან, შვილებთან ერთად, აი ეს იყო ყოველთვის პასუხი. ჩვენ მოვისმინეთ ყველა ხომ მურთაზ ზოდელავას ბოლო
კომენტარი სანამ დააკავებდნენ და დიახ. მან უკვე კითხვები გააჩინა თითქოს. არა თუ კითხვები გააჩინა. მოდი მაყურებელს ვეთქვი, განცდა დატოვა, რომ თითქოს რაღაცა ღალატს არ ვიცი, ქონდა შესაძლო ადგილი, ხო? შესაძლო ღალატს რომ ადგილი ქონდა, მან მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. იმიტომ რომ მან როდესაც მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ნახე მე უკვე კადრები რაც მოხდა, მან უკვე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო ისე როგორც ვთქვათ შეიძლება გეგმაში ყოფილიყო გაწერილი და აი უკვე მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. ძალიან დარწმუნებული ვარ რომ ამას გეგმას ვერ დავარქვით, მოდი რეალურად ვთქვათ. ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება, ალექსო. არა, შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, ეს დარწმუნებული ვარ, ვინც იქ ვიყავით, ვერავინ ვერ ჩავთვლით, რომ აი ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა ბიარ იყო, ან რაღაც განვითარება არ უნდა ქონოდა ამ ყველაფერს, აი ვერავინ ვერ დავიჯერებთ, ხო? ანუ ეს იყო ღალატი. ეს სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო სავარაუდოდ და მე კიდე იქით მივდივარ რომ რახან დაიძახდა სულ რაღაც მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერიო. რაღაც წარმომიდგენია რომ მოდი ესე რომ თქვა ჭყალებში პირდაპირ თქვა რაღაცა ღიაკარების ვარიანტი რა ჩავიდოდით არ უნდა ყოფილიყო შეხლა შემოხლა სავარაუდოდ. არ ვიცი იქიდან უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ ხარეს თუ ალექსო მოდი ვთქვათ რომ ბატონ მურთაზოდელავას განცხადება იყო რომ ჩავალთ და პრეზიდენტის რეზიდენციის გასაღებს ავიღებთ ჩვენ ხო ანუ დაანონსდა ანუ ბუნებრივია როცა ღობეა ჩაკეტილია და დაცვა დგას და აპირებ რომ შეხვიდე ანუ იქ ლოგიკურად ხა არავინ რაღაცა ჭიშკარს არ გაუღებდა ხო იქ ჩასულ ადამიანს ზუსტად მან მივდივარ რომ გუშინის შემდეგ რაც დრო გადის და რაც უფრო ვიაზრებთ რაც მოხდა კითხვის ნიშნები უფრო მეტი ჩდება ვიდრე პასუხები და მე ვფიქრობ რომ თუ არის დღეს იმ ხუთი ადამიანისგან იმ ორგანიზატორებისგან ვინც იცის რეალურად რა იყო გეგმა ან თუნდაც სასამართლო სხდომაზე აუცილებელი არის რომ გვითხრან რა იყო გეგმა, იმიტომ რომ ყველა საინტერესებს რა იყო, თუნდაც ვიცოდეთ, ვინ არის კონკრეტულად ის მოღალატე, რა გააკეთა იმისთვის, რომ სამომავლო ჩვენ არ დავიჭიროთ თუნდაც იმ ადამიანთან საქმე. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის საზოგადოებას გაეცეს პასუხი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა იყო გეგმა. არ შედგა ხო? ყოველ შემთხვევაში ის რაც გუშინ ნახეთ, გეგმა არ იყო. თუ არ იცით? მე ვთვლი რომ იცით რატომ გეკითხებით ყობახიძემ თუ გააკეთა სხვათა შორის დღეს კომენტარი და თქვა რომ ყველაფერი ვიცოდითო თავიდანო თავად ყობახიძემ თქვა რომ აპირებდნენ თითქოს საკრებულოში შეჭრას შემდეგ შეცვალეს გეგმა და ამიტომ ჩავიდნენ ათონელზე რაც ასევე წინასწარ ქონდა ინფორმაცია და ქონდა შესაბამისი რეაგირება სიმართლე არის ხა ყობახიძის ნათქვამი დაუჯეროთ თუ არა არ ვიცი მაგრამ არც მაგას არ გამოურიცხავ რომ მართლა ქონოდათ ინფორმაცია მაგრამ თავარი რა არის რომ ყველამ უნდა გავიგოთ რეალურად რა მოხდა. კი ბატონო, თუმცა ალექსო მოდი ვიყოთ გულწრფელები და ობიექტურები. აი იმის გათვლა რომ არ ვიცი, ათონელზე მივიდოდნენ თუ საკრებულოში, რომ აი სადღაც აპირებს შესვლას და იქიდან რომ იქნება თუნდაც ძალისმიერი პასუხი, ამის გათვლა მე მგონი რთული არ იყო, ხო? და ალბათ ამიტომაც იყო მიწოდებები, რომ რაღაცა მამაკაცები დავიძრათ და ქალები და ბავშვები დარჩით, ხო? იმიტომ რომ იყო სავარაუდოდ ეს გათვლა. ნუ თუ ეს გათვლა იყო, მაშინ და თუ ძალადობრივი გათვლა იყო, ნახეთ ხო ყველამ რომ იქ მაშინ გეგმასთან ახლოსაც არ იყო, რაც იქ ნახეთ ხო? არანაირი რესურსი არ იყო იქ ძალადობრივი აღების. რომ ძალით მე მაგიტომ მივდივარ მე დასკვლამდე ისევ რომ მან გათვლა რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო. არ უნდა ყოფილიყო ეს რაღაც ამიტომ რომ მართლა ვამბობ, ანუ რომ რაღაცა გეგმაში ყოფილიყო ძალადობრივი გათვლა. მართლა 20 რობოკოპი იდგა წინ, ხო მეტი მართლა პრობლემა არ იქნებოდა და მაგიტომ მივდივარ ისე აზრამდე რომ ცოტა სხვა შეიძლება ყოფილიყო გეგმა. მაგრამ არ ვიცი, მაგას ვიძახი და მინდა რომ აუცილებლად ვისაც აქვს ეს ინფორმაცია, თუნდაც რაღაცა ნაწილობრივ მაინც ჩაგვაყენოს ყველა საქმის კურსში რომ ვიცოდეთ რა ზეა. დავლექს აუცილებლად მინდა რომ გკითხოთ ჩანაწერზე, რომელიც გავრცელდა გულისხმობ ბაჩუ ახალაიას და ბატონ ბაატა ბურჭულაძის მონაწილეობით არის ეს ჩანაწერი. შინაარსი არ არის გულწრფელად ვამბობ, ძალიან მძიმე მოსასმენია.
ფორმულირება ყველაფერი. რას იტყვით საერთოდ აი ამ ჩანაწერის არსებობასთან დაკავშირებით და აი ამ ამბავში ბაჩუახალაია პირველად არ გამოჩენილა ქართული ოცნებაც და პროპაგანდაც რამდენიმე კვირით ადრე საუბრობდა, იქ იყო რაღაც კადრებიც, თურმე რომ შეხვედრა ჰქონდათ რაღაც საცხოვრებელ სახლში ბატონ პაატას, ბაჩუახალაის და ასე. აი რას იტყვით ზოგადად აი ამ ჩანაწერზე და არა, ესეთი კადრები ნამდვილად არ ყოფილა, აქ იყო მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრა და სადაც ითქვა უბრალოდ რომ ბაჩუახალაია ცხოვრობს იგივე კორპუსშიო. და უბრალოდ ზოგიერთმა მედიამ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ ბაჩუახალაიასგან იღებდნენ მითითებებს. პატამ ამაზე კაფიოდ გააკეთა კომენტარი, რომ ერთადერთი რაც აკავშირებს არის ჩემი ძმა ბაჩუახალაის მეუღლის ნათლია. და მხოლოდ აი ეს ნათესაური კავშირი აკავშირებს და სხვა არანაირი საერთოდ. აქ კუთხით მე არ მაქვს ინფორმაცია თუ რაღაცა სხვა ჩართულობა იყო კიდე ბაჩუახალაიასი, მაგრამ ნუ ვენდობი ამ შემთხვევაში რა კომენტარიც გააკეთა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ფალსიფიკაცია. ეს რასაკვირველია ხა როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ რომ აი ესე თემებზე უცბად ერთმანეთს დაურეკონ და ტელეფონით ელაპარაკონ, ეს ხო სრულ სიგიჟე არის, რასაკვირველია ფალსიფიკაცია არის და თუ არ ვცდები ბოლოში რაც ინფორმაცია ვნახე, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი საუბარი არის და ნუ ამას ნახოთ ახლა ექსპერტიზა წესით დაადგეს, როგორ დაადგეს უკვე ეგ. კი ბატონო და ბოლო კითხვა მექნება ლექსო ცოტა ისე მინდა რომ დავსვა ეს კითხვა იყო რაღაცა იმედგაცრუება ბევრისგან, კრიტიკაც, რომ უფრო მეც მოელოდნენ, უფრო აი რა არ ვიცი, რა შეგიძლიათ თქვენ უთხრათ ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებსაც მათ შორის პერსონალურად ბატონ პაატა ბურჯულაძესთან აქვთ ეს პრეტენზიები, ბატონ მურთაზ ზოდელავასთანაც, ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ თქვათ, რომ აი სრული პასუხისმგებლობით ძალიან თავდაჯერებით ყველას პოლიტიკურ პატიმრებს, მათ მშობლებს თუ ნებისმიერ მოქალაქეს არწმუნებდნენ, რომ 4-ში იწყება და 4-ში მთავრდება და დღეს 5 ოქტომბერია და რეალობა არის, რომ ის ადამიანები, ვინც ამას ამბობენ ციხეშია, მათ 9 წლით პატიმრობა ემუქრებათ, ხელისუფლებაში კვლავ ქართული ოცნება არჩება და უფრო მეტიც თვითმმართველობის არჩევნებშიც ნახეთ, როგორ რანაირად ეს ცალკე საკითხია, რა ტიპის გამარჯვებაც გაიფორმეს. ბატონო, კი. ერთი ის არის, რომ მოდით რა ცოტა რეალურად შევხედოთ, რომ ეხლა რეალურად თავი გაწირეს, ხო? ანუ ვაბანკზე წავიდნენ. აი ხა პირადად რა შემიძლია მამაჩებზე ვილაპარაკო და თავისუფლად შემიძლია თქვა რომ სრულიად შეეძლო რომ ეცხოვრა საქართველოში, ეცხოვრა გერმანიაში, ყოფილიყო მშვიდად, არ ენერვიულა არაფერზე, 70-ს გადაცილებული ადამიანი არის, მაგრამ ამოძრავებს ამ ქვეყნის სიყვარული. ამოძრავებს აი ეს ტკივილი, რასაც ხედავს დღეს რაც ხდება საქართველოში. მოდით ესე ვთქვათ, რომ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ და თავი გაწირეს. და ეხლა რაღაც კუთხით ამ ადამიანებზე გადატეხვა რომ აი რატო არ მოხდა, რატო ყველა მიცოდით ეხლა ხო გარემოცვაშიც რომ არავის არ ქონდა იმის იმედი რომ მაინდა-მაინც 4-ში უნდა დასრულდეს რაღაც გაგრძელებული. ხო, თუმცა ამას ვისმენდით ჩვენ ხომ ლექსო. კი, რასაკვირველია. არა თუ არავის არ ქონდა, ამას გვაჯერებდით ყველას. ვისმენდით, მათ შორის მეც დავიჯერე ეს ყველაფერი და მეც მაგიმედით ვიყავი რომ 4-ში ეს ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ ის განცდა არ მქონია რომ თუ 4-ში ვერ გავიმარჯვებ, მე უნდა ჩავიკეტო სადღაც და არ გავაგრძელო ბრძოლა. არა, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს რეჟიმის წინააღმდეგ, რასაკვირველი არის და უნდა შევეცადოთ რომ რაც შეიძლება მალე ყველა სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმარი იყოს თავისუფალი. კი ბატონო. ბოლოს კითხავ ლექსო და დაგემშვიდობები ირაკლი აბესაძე მელოდება, რომელიც ირაკლი ადირაძის ადვოკატია. ფიქრობ თუ არა, რომ ათონელის სასახლესთან ჩასვლა და ინფორმით შესვლა იყო შეცდომა და ეს რომ არ ყოფილიყო შეიძლება საერთოდ სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენა. ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ მე მგონი დროა რაღაცა ღიად ვილაპარაკოთ ყველაფერზე. მათ შორის რა იყო შეცდომა, რა რაღაცა ვერ გაითვალა და ასე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე რეალობაში აღმოჩნდით. ყველა ვაცნობიერებთ ამას. აი თქვენი დაკვირვება. ძალიან რთული კითხვა არის. ანუ მაგაზე რომ ეხა ეს მარტივად პასუხი გაგცეთ, ძალიან რთული არის. დღევანდელი გადმოსახედიდან ხო, რასაკვირველია შეცდომა იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმას, უნდა ვიცოდეთ რა იყო გეგმა.
უნდა გავიგოთ. რასაკვირველია, ყველა საინტერესებს, იმიტომ რომ მიდის 1000 ვარიანტი არის უკვე ყველა თავისა სიძახის რა შეიძლება ყოფილიყო გეგმა და თუ ვინმე არის დღეს, ვინც იცოდა ეს გეგმა, უნდა გამოვიდეს და თქვას ეს გეგმა, თუ არა და სასამართლო პროცესებიდან უკვე ყველა შეგვიძლია გავიგოთ. ხო, იმედია მოვისმენთ ნამდვილად საზოგადოება იმსახურებს იმართლეს ნამდვილად გეთანხმებით ამაში. ძალიან დიდი მადლობა ალექსო, მადლობა იმისთვის რომ იყავი სტუდიაში ჩვენთან სტუმრად.